ესე იგი, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ეხლა ჩვენ თუ არ ვცდები უნდა ვნახოთ რაღაც სიუჟეტი, ხო? ჯერ მანამდე სტუმრები და სანამ სტუმრები აბარა თუ იგი მანდარინების ამბავი მინდა რომ თქვა და მიულოცო ზაზაურუშაძე და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ასეთი დიდი წარმატება, იმიტომ რომ მაყურებელმა ალბათ უკვე ძალიან კარგად იცის მანდარინები ოსკართა ნომინანტთა სიაშია. არა, ჯერ მოხდა ოქროს გლობუსის ხუთეულში. კი, მოხდა ნამდვილად. და ეხლა მოხდა ოსკარებზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ხუთეულში და ეს არის ძალიან დიდი წარმატება, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოდან მიდის იქ ფილმები და 100 ფილმიდან აარჩიეს 95 ფილმი გაიცხრილა და ხუთეულში მოხდა. აქ უკვე იცით რომ რაღაცა ძალიან მინდა რომ აიღოს და რომც ვერ აიღოს ეს არის ძალიან დიდი წარმატება. იმიტომ რომ ვიღაცებმა გაიგეს იქ რომ თურმე ამ ქვეყანაში აკეთებენ რაღაცა კარგ ფილმს აკეთებენ, აი ესეთი მსახიობები, ესეთი ფილმი, ესეთი რეჟისორი და ამიტომ მინდა წარმატება უსურვო და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ავიღოთ რა ოსკარი ძალიან მინდა რა. რომც არ ავიღოთ მე მაინც ვფიქრობ რომ ხუთეული არის ძალიან თავად რეჟისორი ესე ფიქრობს მე მახსოვს ოქროს გლობუსზე მან მსგავსი რამ დაპოსტა რომ ეს უკვე არის ჩვენთვის გამარჯვება და ნუღა და შემოქმედებით ჯგუფს კიდევ ულოცავ ჩემი მეგობრებიც თამაშობენ იქ და წარმატებები გიერთდებით იმედო სანამ სტუმრები ზარს დარეკავენ იმედა უკაცრავად იმედი გაღერები და მე მანამდე ვკითხავ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად ქალებში? ქალებში ყველაზე მეტად რა მაღიზიანებს? არ ვიცი. არ გიფიქრია? აი ხა დაგეხმარებიან შენ. ახალი გამარჯვებული. გიორგი ნაზარიძე მოდით. როგორც გინდა სადაც ეგ არის კინო. ის კინოა. რა ხა დაიწყო. შენ ხომ მოგალი. როგორ ხარ? კარგად, თავად. გამარჯობა. ყველაფერს რაც კი დღესაც ასე. ეხლა ნუკამ დაუსვა იმედას. ნუკამ დაუსვა იმედას შეკითხვა, რომ რა გაღიზიანებს ქალებში ნახოთ და ეს უფრო ადვილად დაძრავს მე ლაპარაკს და გაიგებენ ქალები. სიუჟეტი ვნახოთ მე. სადუყურა. ძალიან აღიზიანებს ბიჭები, რომლებიც არიან აი ვალეტი ბიჭები რო არიან, ხო იცი? რაღაც ფენები და იცოდა პლასმასის და ესეთი და პირველი და უმთავრესი, რაც კაცებში ყველაზე ძალიან მაღიზიანებს, აი მუდმივად დაძაბული ბიჭები რო არიან რა, აი მუდმივად, აი ეს რო არის მაგათი ცხოვრების სტილი ზოგადად, რომ ეს დაძაბულობას რო ვერ იხსნიან ვერაფრით და აი ქუჩაში რო დგანან მაგალითად და ვიღაც 200 მეტრში რო ტიპი დგას რომ აი რა კაი ამინდია რო ამბობს და მე მითხარი რამე აი ეს რო იკითხება ესე ხო ხდები აი ანუ ბავშვი ხო ხდები არა მე მეგონა მე მითხარი რამე და თავს ესე რო უხნევს აი არ მიყვარს ნარცისი ბიჭები რომლებიც ზედმეტად არიან თავის თავზე შეყვარებულები და შეუძლიათ სარკიცი გაატარონ ძალიან ბევრი დრო My shirt so sexy it hurts and I'm too sexy for Milan too sexy for Milan New York and Japan ეს ნახეთ პატარა მონაკვეთი GDPD-ას სიუჟეტიდან რომელიც რამდენიმე თვის წინ გადაიღო GDPD-ამ გადამღებმა ჯგუფმა და ძალიან პოპულარული იყო მაშინ მახსოვს სხვადასხვა გადაცემები და სოციალურ ქსელში სხვადასხვა ადამიანები ძალიან დიდ დროს უთმობდნენ ამაზე ლაპარაკს ძალიან ბევრი ვიცინი ამ სიუჟეტზე იმიტომ რომ ზუსტადაა დაჭერილი ამ გოგოებს ზუსტადაა დაჭერილი აი ეს ქართველი ბიჭების ეს ზოგადად ეს რაღაცას გზნობათ უნდა რომ არა არის ხო და ძალიან კიდე შორს რო არის ვინმე პირველი გოგო ხსნის მაგრა ხო პირველმა გოგონა მახსნა ძალიან ის ცოტა პლასმასის ბიჭები. კაი, გოგოებზე გადავიდეთ, გოგოებს. დავამატებ ამ ბიჭებთან დაკავშირებით, იმიტომაც არიან ეს ბიჭები, რომ ესე იგი არიან, ხო, ის გოგოები, რომლებსაც მოსწონთ. რა თქმა უნდა. არის კატეგორია ძალიან ბევრი კატეგორია არის თინეიჯერი გოგოების, რომელსაც მოსწონთ ესეთი ბაბულიკა ტიპები, ვითომ ბაბულიკა ტიპები. ვითომ ბაბულიკა. სამწუხაროდ, ხო, ჯერ კიდე არის. მე მგონი ისევ ქალების ბრალი არის ეს. კაი, როგორი ქალები ქალებში რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად ჩემ. იცი, ეს უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ გავიკეთე, თემა, რომ აი ქალს უნდა გკითხო, აი ქალს რა აღიზიანებს სხვა ქალს. ქალები შემოგვიერთდებიან და ამ შეკითხვას დავუსვამ და მანამდე შენ მიპასუხე ქალებში. იცი რა, მე მგონი ბანალურია ხა, ესე იგივეს ვიტყვი, რა უმრავლესობა იტყვის, რომ ნუ ვიცი ქალები.
რას ნიშნავს? რა იხმება? ხო და გითხარი რა იგული. ნო, ერთ-ერთი კარგი რომ განათლება არ აქვს, საერთოდ წიგნი არ აქვს. უმეტ დღეს მარტო ქალშია პრინციპში კაცის ეს პრობლემა არის, მამაკაცის. ო, ეგ ზოგადი პრობლემა. ზოგადი პრობლემა, მაგრამ ნუ ქალს საერთოდ აი ესე გიყურებს, ხო იცი? და ხშირად ქალზე უფრო მეტი მამაკაცი ხავს ეგეთი ქალი უფრო ნაკლები უნდა დავუყოთ პრინციპში ქალი უფრო ნაკლებად უფრო ის თინეიჯერული ასაკის უფრო იმიტომ რომ ქალი უფრო მაღალი მაინც ასე გითხო ხშირად შემხედე კიდე უმეტესად მაღიზიანებს ის რომ უფრო რაღაცა ფასეულობები დაიკარგა ფულს ეკიდებიან უკვე ახალგაზრდა გოგოები რა აი თუ დაინახეს რომ კარგი ავტომობილი ყავს რაღაცა კარგი ტელეფონი უჭერს და რაღაცა კარგ ადგილებში დადის ან მოგზაურობს. იწყება ნადირობა იმის. იწყება ნადირობა. ახალი ტროიკა BMW-ში ცოტა ჩადილი ბიჭი. დღეს უკვე რაღაცა ძალიან აქტიურად არის რაღაცა. აი სულ ნადირობენ რა. თუმცა არასწორი ნადირობა რაღაც. ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდე. და აი ის რასაც გოგოები ლაპარაკობდნენ პირიქით ბიჭებზე. აი თვისებები, რაღაცების გამოხატულება, რაღაც მანერები რო გვაქვს ჩვენ დაჭერილი ბიჭების, ეგეთი თუ გაქვს. ეხლა მაგალითად ვაკელი გოგოები, ხო იცი ხო? ვაკე ამაი, ვაკე ჩვენი ევროპელია. ხო და აი ვაკელ გოგოებს უფრო აქტის აქტიურად რაღაცა როგორ აბანაკო კევის სხვანაირად ხეჭვა მაგალითად ვერ შევამჩნიეთ ტრასაზე სხვანაირად გადადნენ ავტომობილი რომ მიდის ხმწოლი ვარ ხო ავტომობილი რომ მიდის და როდესაც შემიგზავნა ტრასაზე სხვანაირად ანუ გოგოების თვისებებს უბნების მიხედვით ხო? ხო თავისთავად საბურთალოზე საბურთალოზე ცოტა სხვანაირი გოგოებია საბურთალოს სხვა შორს კაი გოგოები არიან უფრო აა ვიღაც ალბათ ყავს ერთი მე ვარ საბურთალოები მე ზოგადად, აი მე დავამატებთ რაღაც მე ზოგადად, ну, საერთოდ ადამიანებში ზუსტელობა და უტაქტობა მაღიზიანებს და განსაკუთრებით ქალისგან მაღიზიანებს, აი თუ დავინახე რომ იქ ყველაფერი, აი წიგნსაც აიკითხავს ეშველება რაღაცებს, მაგრამ აი ეს არის ან შინაგანად რო გაქეს, ხო, ან გაქან არა გაქ, აი უტაქტო ქალები, აი უზდელი ქალი რო ბილწიტყვაობს, ხო? ჩემთვის რაღაცა ის იმდენად ხულში მხდება, ჩემამდე არ დადის. ჩემამდე შენ სანამ ჩემამდე ეს არის წარმოუდგენელი განაყოლა ქალია. გადაცემა განაყოლა ქალიკა. აი ეს ქალების აბოცნობა უბნების მიხედვით პირველად გავიგე. აი მე ეტყობა ყველა გოგოს. ანუ ძირითადად რომ შეხედა, აი ცოტათი ეტყობა, მაინც რა უბნელია. აი ეს არ გითხოვს, მაგალითად მე ხშირად მithქვამს, რომ BMW-თი თუ არის ბიჭი და აი მე რომ სოხუმიდან ჩამოთრეული ვარ მეტყობა? როგორ კარგად მორგებია. აუ, სოხუმე რო გადის. BMW და ასე შემდეგ. იქით სხვა კატეგორია ავტომობილები არის. აი შემოვარდება, მიხვდები რომ დოლიძელია რა და ხალებზე რომ კარგად ვილაპარაკოთ არ შეიძლება. როგორ არ შეიძლება. მოდი, აბა კახა, შენ გითხარი როგორი ქალები გაღიზიანებს და აი როგორი რა გაღიზიანებს ხალხში ზოგადად. კარგი რაღაცა. კაი კითხვა და არ ვიცი, ვიცი რა. აი თბილისელ თუ ქართულ თუ არა, გულსავნელია რომ მარტო მირჩენია ხალხზე კარგი ვილაპარაკო ვიდრე ცოდი, მაგრამ თუ მაიძულებთ რაღაც ცოდი თვისებები გაუსვა ხაზი ისიც კარგი ერთადერთი ანუ თვისება რა უბრალოდ გამოხატულება რაღაც მანერის არ მომწონს, ოდესაც ქალი რომ მოძრაობს და მაშინ ეწევა ქუჩაში რატო აი არ მომწონს სად ამატებ როგორ ეწევა ხოთა შორის წირუაბო არა ძალიან მომწონს ზოგადად ნუ სიგარეტი ცუდია ხო ბავშვებო ძალიან ცუდია სიგარეტი, მაგრამ ქუჩაში გეხმაროს. მომწონს ხალი რო ეწევა, ძალიან მომწონს, მაგრამ აი ქუჩაში რო დადის რაღაცნაირად არ მომწონს. იცი, ეს მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ხალი რომელიც არ ხდება, მაგრამ ხო, არ რომელიც ხინკლის ჭამა უხდება ხალხს. დიდ მანქანაზე ძომა უხდება ხალხს. მუქი პომადა რო უსწრებს. ხოთა ის ნაზად რო ჩაკმის, ეს პომადა რო გადადის ხინკალზე და თუ რო ცდილობს ნაზად ჭამოს და მე რო წვენი რო ჩამოდის და ისეთი რაღაცა მარტო შინაურ ადამიანებს ხაი, ჩემი გადასახედით ქალს რომელსაც სახინკლში არ უნდა წავიდე. აჰა, ეს რაღაცა შევასწავლე. ქაბაბი საჭმელად არ მივივართ. ანუ შენ ამბობ რომ ეგეთი რაღაცები ჯობია სახლში მიირთვას. მოფარები ყოველ შემთხვევაში არა იმ მომენტში, როდესაც აწონებ მამაკაც თავს. ამ დროს კალი არ უნდა შევუყვეთ. ევროპაიმაზე რომ მიდიხარ, რა ვიცი, უნდა დროხა ჭამოს ჩემ თვალს წინ, არ ვიცი ხა, მეგობართან. ევროპაიმაზე რომ მიდიხარ და სახინკლში
საწავლის. არა, მაგრამ რამდენ ადამიანს მიყავს ეს სახინკლეში? ჩვეულებრივი ეს ჩვეულებრივი მომენტია, რომ გოგოები სახინკლეში მიყავთ რა ბიჭებს რა. არა, თვითონ გოგოებიც და ახლა ჩვეულებრივი სახინკალი მომდა მივიდა ჭამა, რატომაც არა, მაგრამ აი ლამაზად უნდა ჭამოს. აი როგორ უნდა ჭამოს? წარმოიდგინე, იმ ხელა პირი უნდა კონდეს, რომ ერთი ჩაკმეჩით უნდა ჩაკმეჩოს და ჭიპი დატოვოს კუჭის რო ეზახე დატოვოს და შენდაგიდოს ტემპს. ნახე რამდენი რაღაც რა ვარ თქვი? იმ ხელოპირი რო აქვს რომ მარტო კუჭი რჩება ერთი. გიყვარს როდესაც ძალიან რო გესვეწგებო რა მე რა აი შეგიმშევიათ ქართველი მანძილოსნებისთვის რაღაცა ისეთი დამახასიათებელი, რაც ეხლა ამ პერიოდში გასდევს ფონად. იმიტომ რომ რაღაცა სტილი არის თუნდაც რომელსაც ამოიჩემებს და მე მთელი თბილისი ამ სტილით დადის და მე ვიტყვი აი ესეთი ლაპარაკი რაღაცნაირად ცოტათი და ტელევიზიაში დაემატა ინგლისური სიტყვების really? აზია არიან ინგლისური, აი საერთოდ სად არიან თემაზე ვაშინგტონში ჭამენ. რილექს რა. აი ესეთი რაღაცები იციან, ეხლა ხარ მოხდა ესეთი რაღაცა, ჩემ მეგობარი ანუ ინგლისურად შეეპასუხა რაღაცები უპასუხა და იმადა რეი რაღაცა ესეთი. ანუ ეს არის ძალიან აქტუალური. ხო, არა ეს ლაპარაკის ეს მანერა. აი როგორც აქ ძველთაობას მაგალითად ქალების, რომლებიც აი დღემდე ხო ხდება, რომ შედიან სადღაც და რუსულად რო იწყებენ რაღაცებს საუბარს. ესე კი ახალგაზრდა თაობა. ანუ დროებითია ალბათ ეს ყველაფერი და სულ არ იქნება. და ყველაზე ვერ ვისაუბრებთ რა რაღაცა პროცენტული მაჩვენებლები, მაგრამ ეს პროცენტული მაჩვენებლები რაღაცა აქტიურად ჩანს. კახა ჩაცმულობის სტილზე რას გვეტყოდი შენ? არის ისეთი რაღაცა, რაც ქართულ მანძილოსნებს ატაცებული აქვს და შენ არ მოგწონს? ან თუნდაც ქცევაში. ჩაცმულობა ძალიან ისეთი თემაა რა. შეიძლება რაღაც ტანსაცმელი არ მოგეწონოს ესე რომ შეხედავ, მაგრამ ისე მოირგოს ვიღაცამ რომ ნუ აი დააკვდეს ზეთ, მაგრამ ერთადერთი კიდე ქალის გარდერობში რაც რატომღაც მაღიზიანებს არის აი ჩალის ძირებზე რო ხო დიდი ქუსლები. ძალიან დიდი რა და სუჩალარო და ხო რაღაც ის ძალიან დიდი რა აი ამ ხელა რა არის ტანგეტკა თუ რა ქვია, მაგრამ ნუ არ ხელ ძირზე რო გასდევს ხო ქუსლი თუ ეს რაღაც რომ ხედა ხოლმე რომ ჯერჯერობით არ მინახავს ქალი რომელიც მაგას იხდენს. და კიდევ ერთ რაღაცნაირად არ მომწონს, რაღაცა ის მაქვს რა გართულება. მე ყველაზე მეტად რაც თვალში ხდებოდა ზოგადად რაც არ მომწონს ეს არის რომ აი ინდივიდუალიზმი არ არის ჩაცმულობაში. აცვია ერთს რაღაცა და აცვია მთელ თბილისს. ხო, მაგრამ მამაკაცებში ყველგან ეს ჩვენთან ესია და მაგალითად აი ჩვენ იმიტომ რომ პატარა ქალაქი ვართ ხდები და ზოგადად ყველა ემსგავსება ერთმანეთს რა, იმიტომ რომ არის რაღაცა ერთი შეხედულება. არა, ევროპაში არა ვარ. ხო, მაგრამ მაინც იდეურად პატარა ქალაქი ვართ, იმიტომ რომ აი ეს თუნდაც უბნური დაყოფები და რაღაცეები გვაერთიანებს. მაგრამ ევროპაში პატარა ქალაქებია რა. კი, მაგრამ ისე ახლოს არ არიან ეს ადამიანები ერთად როგორც ჩვენ პრობლემა არის, რომ ჩვენ ნუ რა პერიოდების გამოიარა საქართველოს, ხო, რაღაცა ავეწყო და დავეწიოთ დროს. იმიტომ რომ სოციალური მაქსიმუმი ქონდა, ხო? იმიტომ რომ სოფლიო ვითარდება, ხო, თავისთავად მიდის და ჩვენ რამდენჯერ ვიწყებდით განვითარებას, იმდენჯერ რომ მიწყებოდა და იმდენჯერ ვიხევდით უკან. ჩემ ეს პრობლემაც არის, მაგრამ მაინც აი საკუთარი რაღაცები არის ხა, როცა ხა წაშლილი. მაგას ვერ დაკარგულია, მაგრამ აი ახალგაზრდა თაობაზე ვერ ვიტყვი, რომელმაც არ გამოიარა, ხო, თინეიჯერული ასაკი. ხო, აი თინეიჯერულმა ასაკმა აი ცოტა პრობლემა ჩემი აზრით ჩაცმულობაზე რაც არის, ჩაცმულობა ხა ინდივიდუალური, რაც მოგწონს, ის უნდა ჩაიცვა, ხო, მოდაში ისა, რაც შენ მოგწონს, მაგრამ რაც გიხდება. ჩემი აზრით პრობლემა უფრო არის იმაში, რომ არიციან სად რა ჩაიცვა. აჰა, მაგალითად. აი მაგალითად რაღაცა დაბალფასიან კაფეში, სადაც უნდა ჭამო და გამოხვიდე, ხო? იქ რო შლაპა ხო? გადაპრანჭული შლაპით რო შემოა, ძალიან დიდი შლაპი. როდესაც რაღაცა დიდი შუბით შემოდის და რაღაც. ანუ ხდები ანუ არიციან სად რა ჩაიცვა. არა ადეკვატურები არიან. ხო. ამიტომ რაღაცა სადაც არის ადგილი, სადაც შეიძლება სპორტულებით ცხედან ყველანი და უეცეთ უბრალოდ შუბით, შლაპით, რაღაცა დიდი ვერტი. მამაკაცის ყველაზე პრობლემებიც შეიძლება, მაგრამ ყველგან ხო.
ყველგან ერთნაირად და ერთიფერი რო არის ყველა მამაკაცი დღეს საქართველოში და თბილისში. რაღაცა ერთი აბა ჩვენ შემოგხედეთ. მაგ მამაკაცების სიას მეუკუთვნები რაღაცა შამუქებში ვარ, მაგრამ უმეტესად არა ერთის აროჭკამ ხო, არა, შენზე ძირითადად ვერ ვიტყვი ახლა მაგას, მაგრამ ზოგადად ვილაპარაკოთ, მოდი კაცებზე გადავიდეთ. კაცებში რა გაღიზიანებთ? აი ჩვენ ვლაპარაკობთ თუნდაც რაღაცებზე, რაც ქალებში გვაღიზიანებს და ჩვენც ვატყობთ თქვენ რა. კაცებში წესით ხო გვაღიზიანებს, აი ეს დაძაბულობა ერთმანეთის მიმართ. უაზრო დაძაბულობა, როდესაც ადამიანს არ იცნობს და იგივე ნებისმიერ ადგილას წინასწარ რაღაცა დაძაბული სახით აი გამარჯვებას ხდები ანუ მარაზმული. მე მგონი ნელ-ნელა ნეიტრალდება. ეგ მე მგონი არის კომპლექსი რა, რომ აი იქით არ დამიძაბო ბიჭო და დაგიძაბა. იმიტომ რომ მე სულ დაძაბული ვარ. ყველა ძველი ბიჭია, ყველა ნაჯდომი არის, ყველას მოხდილი აქვს. ეს არის კიდე. როგორ არ არის ეს? ყველა რაღაცა ასანთის ძარცვისთვის იყო დაჭერილი და გამოდის და აი მაგარი ტიპი ვარ და ამ დროს სამ გადავხვეყავი ორი წელი. ანუ ხდები, ანუ აი ეს პრობლემა არის მამაკაცებში, რომ ანუ როდესაც შედიან მაგალითად გასართობად იგივე კლუბში, არ შეუძლია ხალხი იყოს აი განტვირთვის რაღაცა ზონაში, ხო? არის განტვირთვის ზონა რეალურად. ყველა დაძაბულ, ყველა ნუ პროცენტული მაჩვენებს, დიდი პროცენტული მაჩვენებს. მის დასრო ვიღაცა მხარს გაკრავს და ეგრევე. სხვათა შორის აღარ არის მასიური, ასე მეგონა და ძალიან ასულ მდგომარეობაში ხარ და ვერ ამჩნევ. სხვათა შორის არის ამ ბოლო დროს დებს უხრებს უკრავენ ხშირად. და შემდეგ მაინც კონფლიქტი სრულდება. მეც მგონია რომ სრულდება, იმიტომ რომ არა და პრობლემა რა არის? იცი საქართველოში უფრო მამაკაცებში არის ეს პრობლემა. ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც ყვავი არა გაქვს. გაზზე რო არის ეს ავტომობილი? ძვირადღირებული ტელეფონი, რომელზეც ანგარიში არა გაქვს და გადმომირეკეს ჩვეულებრივად iPhone X-დან მოგწერენ თუ SMS და ასე შემდეგ და იგივე აი ეს პრობლემებია, იცი რა არის? არა, ერთი აღარ არის სიგარეტი დამიტოვე აღარ არის, რაც კარგია. რა მივესალმე. დამიტოვე არ არის, მაგრამ პირდაპირ აღებაა. კარგია პერიოდი. ეხლა არის როგორც იცი რა საინტერესო სიგარეტე მოგიწევ რა. ერთი მაჩვენე შენი სიგარეტი როგორ აკეთებს შევიდებენ რაღაც. კახა შენ რა გაღიზიანებს ქართულ მამაკაცებში? არის მე მაგიზიანებს ის რომ რაღაცა კაცურობას და ვაჟკაცობას სხვა კუთხით ნერგავენ რა. და აბა ჩამოგიყალიბე. იმ კუთხით რომ ნუ ბევრი რაღაცა გავიარეთ ხო, თუნდაც ძალიან რო გადავახვიოთ 100 წლის წინ და 70 წლის წინანდელიდან რო დავიწყოთ და რაღაც სხვა ფასეულობებზე აეგო ადამიანი რა. რაღაცა ის რომ უნდა იცნობდეს ყველა და შეუძლია საქმეების გაჭრა და რაღაცა დარეკვით რაღაცების მოგვარება და მე ამ თავის მდგომარეობის შვილზე გადატანა და მე შვილი ამ მდგომარეობაში ცხოვრობს და თავის შვილსაც აცხოვრებს და ასე შემდეგ ხო მოვაწყე შვილი და აი გადაუხადე და ბატკანი დავკალი და გოჭი შემოვიხვიე კისერზე და ერთ რაღაცები იყო მე ამ ყველაფერს მოყვა რა შვები ძმაო რაღაცა შენ გენაცვალე და ხო იქ სკოლაში და ამები და ამ პერიოდში გამოვიარეთ და რატომღაც ყოველთვის მთელი თაობები ცდილობდნენ რომ დაემტკიცებინათ რომ კაცები არიან. მომდეს იყო ზედაპირული რა და რაღაც გამომსახველობით, ანუ ამას არ ქონდა სიყრმე და ამას არ ქონდა ინტელექტი, ამას არ ქონდა რაღაცა გაგება, იმიტომ რომ იყო რომ თუ კაცი ხარ, კაცი უნდა იყო, მომენტ შვილიც რატომ უნდა აიყვანო ხელში და რატომ უნდა აჭამო ფაფა და ასე შემდეგ და ხო, ბევრი რაღაცა იყო და ეხლაც არიან სამწუხაროდ და მე მგონია რომ ეს ეტაპობრივად რაღაც კუთხით გაივლისა და მე ძალიან მიხარია რომ თუნდაც ჩემ თაობაშიც და უფრო პატარებშიც ხო აი უკვე 15 წლისები რო არიან თინეიჯერები ისინი ანუ რაღაც კუთხით ვატყობ რომ კიდე სხვა ფასეულობები აქვს აი ჩვენ რომ სიტყვაზე აი პაპკებს ესე ვატრიალებდით ეს პერიოდი იყო და რაღაცა ხურდებს ვაგროვებდით რომ ის გვეთამაშა PlayStation გარაჟში და რაღაცები გაგვეკეთებინა ახლა უფრო ძირითადი აქცენტი მე მგონი საბედნიეროდ უფრო სწავლაზეა და იმაში რომ აი კლასში ერთმანეთს უმტკიცებენ ტიპები რომ აი ისი რა კაცობა გამოვლინდება იმაში, რამდენად უფრო ესეთი ნაკითხი კი არა ხარ, უბრალოდ განათლებული ხარ, აზემოსული ხარ და ხო, რაღაცა შენი ფანტაზია უფრო გასულია და მოიცავს მსოფლიოს, იმიტომ რომ ეს პატარა ბოდი შეგაწყვეტ. კი, არა უშავს. პატარა თაობა, მაგიტო აღვნიშნე, პატარა თაობა არ გამოიარა, ისაც გამოიარა ჩვენმა თაობამ და ჩვენზე უფროსმა თაობამ, ხო? ხო, მაგრამ რასაც შენ ამბობ, რომ მოთხოვნილება იყო მაშინ ესეთი კაცების, მე მგონი მოთხოვნილება კი არ იყო, მაშინ ქართულ ქალებს ეგონათ რომ კაცი უნდა იყოს ესე. ხო, ალტერნატივა არ არის, იმიტომ რომ სვანეებს ვერ ხედავ. კარგი მამა, როგორ შეიძლება ბავშვი და ასე ინოს მამა, მეს ვერ წარმოედგინე მაშინ. სვანერი მამაკაცები, სვანერს ეხა ისე ვიძახე სვანერი. ხო, არა, ბევრი არის.
ისინი რაღაცა თავისთვის იკრიბებოდნენ, თავისთვის იყვნენ რაღაცა ცალკე დამალულად და ეხლა რაღაცა ვერ ვიტყო 21 საუკუნეში ვართ, მაგრამ რაღაცა ცოტა წინ მივდივართ და ხო, ნაბიჯი. აი ხო, ბოლოსკენ რო წავიდეთ და რაღაცა რეზუმე გავუკეთოთ ერთგვარი. თან ისიც თქვი, რომ ამ თემას განვაგრძოთ შემდეგ ბლოგში. და გოგოებიც რო შემოვლენ და ახლა და გიორგი არ გაუშვათ. კარგი, დაგვიტოვოთ. მაშინ ყავადამალევინეთ. ხო, რეზუმე რა არის? ერთადერთი არის ის, რომ არაფერი რა, უბრალოდ უნდა ვიყოთ ღიები რა. და არ უნდა ვაქილიკოთ ერთმანეთი, არ უნდა ვაკრიტიკოთ, უბრალოდ არ უნდა ვლანძღოთ, იმიტომ რომ კაი ზოგადად სულ ლანძღვა მიდის ერთმანეთის. ხდება აი ყველა სფეროში რა. თან ახლა სოციალური ქსელები რო შემოიჭრა ინტერნეტის ასე შემდეგ, ეს სხვანაირად გადაახვიეს. ხდება აი Facebook-ი თუნდაც ხო, ანუ არ მიყვარს Facebook-ის მოხმარება, იმიტომ რომ ძირითადად მიდის ერთმანეთის ლანძღვა და რაღაც ერთმანეთისთვის ცხოვრება. ხდება ერთმანეთის დასანახად ცხოვრება და არ არის ეს სწორი. ხდება ანუ ჯობია რომ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და მე ვგთხოვთ ყველას რომ იქნებ რაღაცა რომ შევხვდებით ერთმანეთის ქუჩაში, გაუღიმოთ და ჩვენ საქმეში რაღაცას რომ მივახცევთ, რაღაცა ერთმანეთზე ვთქვათ, რომ აი კი შეიძლება რაღაც მინუსებია, მაგრამ ყოჩახ რომ აი ერთი ნაბიჯით თუნდაც წინ წახდეთ. ხო, თუნდაც უცები ტიფლისთან დაკავშირებით, კაცებით და ქალებით და ტიფლისის გამოხმაურება რომ აი ტიფლისის გამოხმაურებაზე, ხო? იცი რა, იქ ბევრი სწორი შენიშვნა ითქვა და წავიკითხე და ვეთანხმე, მაგრამ აი თუნდაც ამ კრიტიკას ხო ფორმას გააჩნია, ხვდები? სწორად უნდა გადმოცდო. შენ რომ ლანძღავ და გაგინე პრობლემა ჩვენთან დგას, ჩვენ ნამდვილად ყველგან. ეს არასწორი. იცი რა არის ყველაზე კარგი, არ ჩემი აზრით რჩევა რა, რომ თუ მოგწონს ადამიანი, ხო? მოგწონდეს, თუ არ გაქვს იმის კომპლექსი გამოხატე ეს ემოცია, მაგრამ თუ არ მოგწონს, მოდი შენი გზა გაქვს, მას თავისი გზა. მე ვთვლი ზოგადად, რომ ადამიანი როდესაც არ მომწონს, ხო, მისთვის დროს არ უნდა დავთ, მართ ლანძღვისთვის არ შევა, არაფრისთვის არ უნდა დავთ, მაგრამ ზოგადად დროს თმობ. ესე იგი რაღაცა სხვა რაღაც ან რაღაც არეულია. ხო, და კიდევ ერთი რა, სამწუხაროდ ჩვენი რეალობა ძალიან პოლიტიზირებულია რა და კიდევ ერთი თქო უნდა მექნება ალბათ ყველასთან რომ ნუ გადმოვიტანთ პოლიტიკას ჩვენს რეალურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ პოლიტიკა ეს ცალკე მიმდინარეობაა და ცალკე რაღაცაა და შენ უნდა იყო ამის ნაწილი იმ კუთხით, რომ შენ უნდა წყვიტავდე. სამწუხაროდ ჩვენთან ვერ განვითარდით ეგრე და ხო რაღაც საზოგადოება თავის მოწოდების სიმაღლეზე ასე თუ ისე ჯერ ბოლომდე ვერ არის, მაგრამ იქნება გამოვრიცხოთ ამ კუთხით, ანუ ერთმანეთთან საურთიერთო თემა იყოს სხვა რაღაცები და არა ის რომ ანუ ყველგან რა, აი სადაც არ უნდა შეხვიდე, მიხვიდე სტუმრად, ყოველთვის სადღაც რაღაცა პოლიტიკა 1-15 წუთი მაინც გაიხარება. პოლიტიკა და ფეხბურთი მაგრამ ვიცი. პოლიტიკოსებს კიდევ ვთხოვთ რომ აი თუ ვინმე მოითხოვს და შეიკრებება 5 კაცი თუნდაც დააფასეთ და შეუსრულეთ თხოვნები რა. და მასიურად შეხედავთ ერთმანეთს. პოლიტიკა აისახება ჩვენს ურთიერთობებს. საზოგადოება და ეს ამის გამოცდილება გვაქვს. შეეცადეს და გაყვეს კიდევაც, ხო, ვისი დავნაშაულია არ ვიცი. ჩვენ კიდე დავწყევი და აღარ შევრავთ. მოდი არ დაგვაქვს ჩვენ კიდე ბოდიში შეგაწყვეტინებ. ძალიან პატარაზე ვთქვი. ესე იგი, ჩემს თავარია რომ საზოგადოება არ გაიყოს ორ ნაწილად პოლიტიკის გამო, იგივეს გავაგრძელებ. იმიტომ რომ ჩვენ ვიყოფი და ვხოცავთ ერთმანეთს რეალურად, იმიტომ ძალიან ბევრი დაპირისპირება იყო სიტყვიერი და ასე შემდეგ და პოლიტიკოსები ამაზე აკეთებენ ფულს. დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ, კარგად ახდით.